ქართულ ოცნებას სურს, რომ აკრძალოს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელთა წევრებიც წინა ხელისუფლებას წარმოადგენდნენ. თუმცა აქვე ჩნდება კითხვა, რა ბედი ეწევა თავად ქართულ ოცნებას, რომლის წევრების დიდი ნაწილიც სწორედ წინა ხელისუფლების, ანუ ნაციონალური მოძრაობის რიგებში იყვნენ. თან არც თუ ისე დაბალ თანამდებობებზე. მაგალითად მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც 2005-2009 წლებში ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის მეორე მდივანი იყო. მარიამ ლაშხი 2009 წელს ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკის სამსახურის სპეციალისტი. სუმბატ კიურეღიანი 2006 წლიდან ნინოწმინდის საკრებულოში ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდა. ანზორ ბოლქვაძე, რომელიც 2012 წელს ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო 2016 წლიდან ქართულ ოცნებას წარმოადგენდა. გივი მიქანაძე 2005-2008 წლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. გია ვოლსკი, რომელიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, მათ შორის იყო საგანგებო დავალებათა ელჩიც. წინა ხელისუფლების რიგებში იყვნენ ბექა დავითულიანი, მაია ბითაძე, რიმა ბერაძე, ბაია კვიციანი და სხვა მრავალი. სია საკმაოდ გრძელია. ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი. თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც 2007 წელს საკუთარ თავს მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერად მიიჩნევდა. ნახავი ადამიანი უნდა იყო, რო ვერ შეხედო ის, რაც გაკეთდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს არ სიამოვნებს ეხა იგივე ოპოზიციის მხარდაჭერს, რომ ეს ხალხი აქ არის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის უჭერს ხარ. შეიძლება ვეზიზღებით კიდეს, რა მე ვფიქრობ ეს ძალიან ცუდი თვისებაა.